ბატონი თორნიკეს დეკლარაცია თუ მოხდებოდა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში შესწავლილი იქნება. ეხლა ესე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაციები. არადა მეტი რა უნდა მომხდარიყო. თორნიკე რიჟვაძე ახლა თურქეთის კლინიკაშია და ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძვის. თუმცა რაჟდენ კუპრაშვილის ყურადღების ცენტრში ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი ვერც ამის და ვერც იმ წერილის გამო მოხვდა, რომელიც მისი სახელით სავარაუდო სუიციდის მცდელობამდე გავრცელდა. წერილში რიჟვაძე სწორედ კორუფციაში დადანაშაულების გამო წუხდა. ოპონენტების ინფორმაციით, კორუფციით მოპოვებულ მილიონებს რიჟვაძისგან ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა. ამ ფონზე კი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის მედიის შეკითხვაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ რიჟვაძის საქმიანობის შესახებ მისგან ინფორმაცია არც გამოძიებას მოუთხოვია. ვიზაც ირაკლი კობახიძე საუბრობს ამ პირების შესახებ, თქვენთვის თუ არა მეცნობილი, ანუ თქვენ თუ იცით, რომ ოცნების ყოფილი პირების მიმართ ნამდვილად არსებობს ეჭვები კორუფციაზე. ნახეთ. მე არ ვიცი ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ვინ იგულისხმა ამ შემთხვევაში. ბატონმა გრიგოლმაც, ბატონმა ვახტანგ გომელაურმაც, ბატონმა ირაკლი ხარიბაშვილმაც გაიარა მონიტორინგი, ყოველწლიურად გადის ეს მონიტორინგი, ეს ხალხი მონიტორინგს მართლაც რამე დარღვევა გამოავლინეთ. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის, მათი დეკლარაციები სრულიად თანხმედრაში მოდის. სამაგიეროდ ზუსტად იცის ვახტანგ გომელაურის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ირაკლი ხარიბაშვილის შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ ოცნების ამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობაში საეჭვო არაფერია. არადა მაღალი ალბათობით კორუფციაზე კობახიძის მინიშნებების ადრესატები სწორედ ეს პირები არიან. საქმე ბრალდების საჯაროდ გაცხადებამდე ჯერ არ მისულო, რადგან ოლიგარქი ფულის ამოღებას მათგან ვაჭრობით ცდილობს. ამას ლევან ხაბეიშვილი ამბობს. ხაბეიშვილი კი კობახიძის მტკიცებით სწორედ ის ოპოზიციონერია, რომელთანაც პარტიის ყოფილ წევრებს ამბები გააქვთ. ხო, აბა დაგვავიწყდა ახლა რომ ღარიბაშვილს მამა ჩუქნიდა 100,000-ობით ლარს თუ დოლარს და მე ჩარტერებსაც რომ ვიღაცა თურმე ჩუქნიდა და რაღაცა ესე შემოწირულობით ცხოვრობდა საწყალი ღარიბაშვილი. აი რა გავქნათ და ეხა გომელაურის და ლილუაშვილის დეკლარაციებში თურმე ვერ გიპოვია ვერანაირი ისა რა ქვია დარღვევა. სასაცილოა კობახიძის მერე გამოაგდეს ეს კაცი რომ აი არავინ თურმე კორუმპირებული არ არის, თუმცა ამასობაში რიჟვაძეზე არაფერს არ ამბობენ და რატომ არ ამბობენ? ყველას ესმის კარგად, იმიტომ რომ მასთან უკვე გაგზავნილი ყავთ მისია, რომ გაურიგდნენ. თუმცა თუ პარტიას დასჭირდება გამორიცხული არც რომეო მიქაუტაძის შემთხვევის გამეორებაა. ამ დროისთვის ოცნების ყოფილ ჩინოსნებს შორის მიქაუტაძე ერთადერთია, ვინც კორუფციის გამო პარტიამ ბრალდებულის სკამზე დასვა. კუპრაშვილმა დაადასტურა, რომ საფუძვლად აქვს სწორედ მისი ბიუროს მიერ გამოვლენილი დარღვევები გამოიყენეს. ახლა კი კუპრაშვილის უწყებას ახალი მექანიზმებიც აქვს. ბიურო მამხილებლების ინსტიტუტს ააქტიურებს. ქართული ოცნების კორუფციული გარიგებები დევს ხელის გულზე და არც ერთი მათგანი დღემდე გამოძიებული არ არის. ამ ეგრეთ წოდებული დღევანდელი განცხადების ერთადერთი მიზანი არის, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ შიში, იყვნენ სტრესში, მათ ეშინოდეთ თავიანთი გვერდზე მომუშავე ადამიანის, რადგანაც არ ეცოდინება თუ როდის დაასმენს ის მას რაჟდენ კუპრაშვილთან. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციის შესახებ, მან უნდა მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას და არა რაჟდენ კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას. რას ნიშნავს მამხილებლის ინსტიტუტი? კორუფციის მკვლევრები განმარტავენ, რომ ევროპული გაგებით ეს მექანიზმი სწორედ კორუფციის გამოვლენის საშუალებაა. მამხილებელი ანუ პირი, რომელიც რომელიმე საჯარო უწყებიდან საჯარო მოხელის დანაშაულს გამოავლენს, სისტემამ უნდა დაიცვას. ეს ფუნქცია კი პარტიამ სწორედ კუპრაშვილის ბიუროს ჩააბარა, რომელიც მთავარ სადამსჯელო ორგანოდ ფასდება. ელიტური კორუფციის შემთხვევები როგორც წესი არის კომპლექსური და მათი დანახვა გარე მექანიზმებით, მაგალითად ჟურნალისტების მხრიდან ძალიან რთულია ხოლმე და საჭიროა შიგნით არსებული ადამიანი, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომ გამოიტანოს გარეთ. და რა არის მამხილების ინსტიტუტი, რომ ასეთ შემთხვევაში კანონის ასეთ ადამიანებს თავაზობს დაცვას. 2 წელი ქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ მამხილებელთა დაცვა გაეუმჯობესებინა. და ახლა 2 წლის თავზე ვხედავთ, რომ რაღაც რეკომენდაციები გაიცემ, არასერიოზულია ეს ამბავი. ეს მხოლოდ საუბარია და რეალურად სამწუხაროდ მამხილებელთა დაცვა რჩება ისევ ფურცელზე. მამხილებლების გამოყენებით თუ მათ გარეშე. კიდევ რომელ ყოფილ გუნდელს აუყენებს კობახიძე კორუფციის ბრალდებას? გამორიცხული არ არის ეს ირაკლი ღარიბაშვილი იყოს. გამორიცხული ამ საქმეში არც რაჟდენ კუპრაშვილის ჩართვაა, რადგან იმის მიუხედავად, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად ის სწორედ ღარიბაშვილმა დაამტკიცა, კუპრაშვილს არც ახალი პრემიერის პატივისცემა იშლება. კობახიძე ამბობს, რომ არის სახელით და გვარით უნდა მოიხსენიოთ პრემიერ-მინისტრი და არა გვარებით და დამაკნინებლად. რატომ არის ეს პრობლემა? ვერ ხვდები, მაგრამ კი ბატონო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე უნდა კითხოთ, ბატონო რაჟდენ.